როგორ ვზანდებით მეგობრებო, დღეს უნდა გადავიდეთ ახალ ეტაპზე After Effects-ის შესწავლისა. და რა შეეხო საქმე? დღეს ვიწყებთ საუბარს ეფექტებზე. ძალიან საინტერესოა, რომ 24 გაკვეთილი დაგვჭირდა იმისთვის, რომ პროგრამას, რომელსაც After Effects ქვია, დაგვეწყო ეფექტებზე საუბარი, მაგრამ არ ნერვულობთ. ნახეთ ახლა რა ხდება, ბოლოს გავჩერდით ამ ძალიან მაგარ ანიმაციაზე. ცოტა ხანი ეს ანიმაცია იმას უქნათ და ყველაფერი წავშალოთ მოკლედ. Pre-compose-ის აღარ გვინდა და ესეც აღარ გვინდა. აღარ გვინდა ასევე keyframe-ები. ამის keyframe-ები იყოს რა. ესეთი ძალიან მაგარი რაღაცა არის, ხო? და მოკლედ აქ ნულს დავაჭიროთ, რომ ჩაიკეტოს ეს სამწამიანი ანიმაცია და ნახეთ ახლა. After Effects აქვს თავისი ეფექტები ჩაშენებული აქ. მარჯვენა მხარეს დაინახავთ Effects and Presets. ანუ preset-ები არის უკვე არსებული რაღაც შექმნილი ანიმაციები, რომელიც ჩაშენებულია. რა თქმა უნდა, ამიერინეთ ჩვენ აი ამ პანელს ნელ-ნელა და დეტალურად განვიხილოთ, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ამ პროგრამაში. მაგრამ იდეის დონეზე რომ ვიცოდეთ რა შეა საქმე და რაზე არის საუბარი, რამდენიმე ეფექტი განვიხილოთ უბრალოდ ჩვენ. მოდით ორი წამით ეს ცოტა ხანი pre-compose-ი გავაკეთოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ორ ფოტოს და მათ ანიმაციებს და რაღაცებს ყველაფერს გავერთიანებთ ერთ ბილიკზე. დავაჭიროთ pre-compose, აქ სახელის დაწერა შეგვიძლია, მაგრამ არ უშავს. და ნახეთ, ესე ჯიგრულად არის. თუ სიტყვაზე გვაინტერესებს, რომ რა ხდება უშუალოდ შიგნით, აი ის ამას დავაჭერთ ორჯერ და მორჩა გადავალთ წეღან, სადაც ვიყავით იქ. მაგრამ ორი წამით ახლა დავუბრუნდეთ ჩვენ pre-compose, რომელიც ეს არის, თუ სად იყო აღარ მახსოვს. ხო, აი ეს. და რა ხდება ხა მაგალითად განვიხილოთ brightness-ი. ჩავწეროთ brightness and contrast-ი, განმოვიტანოთ აქაც შეგვიძლია დავაგდოთ ზევითას. მოდი აქ დავაგდოთ ცოტა ხანი. brightness-ი რო დავაგდეთ, არაფერი არ მოხდა ამით. რატო? იმიტომ რომ ჩვენ უნდა უთხრათ აპლიკაციას რა უნდა მოხდეს. მარცხენა ზედა კუთხეში გაიჩნდება სწორედ ამ ეფექტის ეს ოფშენები. დავინახოთ ჩვენ აქ. კურსს მე რატომ ვიკეთია? არ ვიცი. ხო, დავინახოთ აგერ ჩვენ ამ ოფშენებს. და ნახეთ, კონტრასტი მაგალითად რას შვება. ფერებს რაღაცებს უშვება, ხო? ბაშკარა. უფრო თუ ჩავწევთ, უფრო იმას შვება და ასე შემდეგ. 0-ზე ესე იყო ჯიგრულად. brightness-ის შესაბამისად ან გადაანათებს, ან ჩაამოქებს უბრალოდ. და ნახეთ, ახლა რა ხდება აქ. ნახეთ, ესეთი იდეა მქონდა, რომ ორივეს დავადოთ სათითაოდ ეს brightness-ი, მაგრამ პირველ რიგში კომპში გადავიდეთ და წავშალოთ, იმიტომ რომ ერთად რო დავადოთ, შეიძლება გაგიჟდეს აპლიკაცია. ორივეს დავადოთ ცალ-ცალკე. და რატო გეტყვით ახლა? ეს კატას, ეს უკანა ფონს. უკანა ფონი ორი წამით კონტრასტი არ გვინდა. აი brightness-ი ჩავაბნელოთ უკან ცოტა ხანი. და რაც უფრო ახლოს ამოვა keyframe-ებით, უფრო ჩავაბნელოთ. შესაბამისად დასაწყისისთვის იყოს ესეთი. და ნახეთ ეფექტები რო ჩამოვშალოთ, აქ უკვე brightness-ის დამატებული არის. შესაბამისად brightness-ი დასაწყისში იყოს მაგდენი და დასასრულს იყოს ცოტა სხვანაირი. აი ესეთი დაახლოებით. დაიწყო ესეთი რაღაცა და უფრო ჩაბნელდა. ცოტა ზედმეტი არის ჩემი აზრით. აი ახლობით ესე უკეთესია. ასევე შეგვიძლია კატაზეც იგივე რაღაცები დავაკეთოთ. ჩამოვშალოთ ეფექტები, brightness-ი ამასაც აქვს. კატას შეგვიძლია კონტრასტი დავუმატოთ, რომ უფრო გამოკვეთილი იყოს. დასაწყისში იყოს ის კონტრასტი, როგორიც არის და ბოლოში კონდეს ცოტა მოხოდილი. რომ უფრო გამოიკვეთოს. და ამ ეფექტის დახმარებით მივიღეთ ესეთი ძალიან უფრო ლამაზი. ბევრად ლამაზი არის ჩემი აზრით. იზიზ არ დაგვავიწყდეს და ნახეთ, აი ესეთი რაღაცა ხდება. ძალიან ლამაზი არის ჩემი აზრით. კარგით. დავიკიდოთ ეს ორი წამი, დავშალოთ ძალიანად. ეგ ეფექტი ვაფშე აღარ ექნება. მეორე ეფექტი შეგვიძლია გამოვიყენოთ vibrance-ი, რომელიც ასევე ფერთა ეფექტი არის, მე თვითონ გითხავთ.
დავოდოთ მაგალითად კატას. ვიბრანსი რა შვება? ჩამოვშალოთ. ორი წამი გადავიდეთ ბოლოში. ამით შეგვიძლია გავხადოთ შავ-თეთრი. აი სატურაცია შვება მაგას, ნახეთ? ანუ ფერებს ანულებს, ასე ვთქვათ, ან ძალიან შავ-თეთრი გაიჩნდება, ან ძალიან ყველაფერი გადანათებული. გადანათებული რა? ინტენსიურად ძალიან ზედმეტი არის, ხო ხვდებით? ეს ეფექტიც არის ფერებზე ძალიან საინტერესო. მოდით იდეის დონეზე რომ მივხვდეთ, ამ ეფექტებიდან ჩვენ შეგვიძლია წამოვიღოთ სხვა უამრავი ეფექტი არსებობს ამაში. არა მხოლოდ ფერების არის უბრალოდ მაგალითისთვის რომ ეჩვენებინა. გადმოვიტანთ, დავაგდებთ ვიდეოზე და შემდეგ keyframe-ებით შეგვიძლია შევცვალოთ სხვადასხვა მონაცემები, რაც ძალიან გულმარტივებს საქმეს. თითოეული ეს სამწამიანი ანიმაცია შეიცავს უამრავ ეფექტებს, უამრავ keyframe-ებს და უამრავ შრომას. წარმატებები!